ბათუმელ მედროშეს ქვეყიდან აძევებენ. თემურ ქათამაძე საქართველოს 11 ივნისამდე უნდა დაატოვებინონ. თემურ ქათამაძე იგივე გაფარ ილმაზი ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და ბოლო 13 წელია ბათუმში ცხოვრობს. ოცნების მთავრობა მისი ქვეყიდან გაძევების პროცესი მას შემდეგ დაიწყო, როცა ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. იმის გამო, რომ ყველა აქციაზე ბათუმში თემურ ქათამაძე საქართველოს დროშით ხელში ჩდებოდა, მას მედროშე ბაბუა შეარქვეს. ბათუმელ მედროშეს არც საქართველოს მოქალაქეობა მისცეს, არც ბინადრობა და არც ლტოლვილის სტატუსი. სასამართლოს ყველა ინსტანციამ თემურ ქათამაძეს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასა და გაძევების პროცედურის შეჩერებაზე. მაშინ როცა შსს თანახმად საქართველოში პირველ კვარტალში ლტოლვილის სტატუსი 3 პირს მიანიჭეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეს. თემურ ქათამაძე კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ეთნიკურად ქართველია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულად. საქართველოს ისტორიაში გამოცდა უმაღლეს ქულაზე ჩააბარა, ისე როგორც კანონით დადგენილ სხვა გამოცდები. უფრო მეტიც, თურქეთში ცხოვრების დროს თემურ ქათამაძე საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობდა. თურქეთში გაძევების შემთხვევაში თემურ ქათამაძეს პატიმრობა ელის, მას ფეტულა გიულენთან კავშირს ედავებიან, რასაც მედროშე უარყოფს. თურქეთში გაძევების შემდეგ შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მიიჩნევენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში, რომელიც საიესთან ერთად თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს. თემურ ქათამაძე ვერც რომელიმე სხვა ქვეყანაში წავა, რადგანაც მას მხოლოდ ვადაგასველი თურქული პასპორტი აქვს. თუ შსს ამ 5 დღეში ახალ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და მაგალითად თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს, მედროშეს თურქეთში დააბრუნებენ. ბათუმელი მედროშის საქმე სოციალური სამართლიანობის ცენტრს სტრასბურგის სასამართლოში შეაქვს. თუ ევროსასამართლო თემურ ქათამაძის საქმეზე დროებით ღონისძიებას გამოიყენებს, შესაძლებელია ის გათავისუფლდეს და მისი გაძევების პროცედურა შეჩერდეს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მანამდე კი თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია და ქვეყნიდან გაძევებას ელის. პროტესტის ნიშნად ბათუმელი მედროშე 48 დღეში მშილობდა.